მივიდეს პირადადაც ვიცნობ მოკაევს რა. საერთო ძალიან ახლობელები ყავს და რაღაც და გადმოვიდა მოკაევი, ვეუნები მოდი ვიჩხუბოთ რა. პირველი ნომერი მე ვარ, ახალ წლებზე მიმთავრდება კონტრაქტი. და ვაპირებ იქით წასვლას რა, სადაც საჭიროა და ფიზიკურად ისეთ ჯანზე იყო, მე არ მოგელოდი მაგას პირველ რიგში რა. ვეგასში რო ჩავედი, პირდაპირ ვიტყვი რომ მე თავს გზნობდი სახში რა. ყველაზე დიდი მიზეზი ამის მერაბი ხო არის რა. აი პიროვნულად თუ ეგეთი ჯიგარი იყო რა, რო ჩავედი აი უშუალოდ ძალიან პატივისცემას გრძნობდი რა. შენი მიზეზი მიხვედი რომ გეთიშა გინდოდა? არა, გათიშვა რა შუაშია. მე და გარბრანტი ანუ საკმაოდ ძალიან ჯიგრურად იმას ვქენით რა. მედიოდით ხოლმე დილასაც ვიყავით, საღამოსაც ვიყავით, მოხდები რა. No love. ხო. No love. No love. რაც ჩანიშნულია ქართულ MMA-ში ყველაზე დიდი ბრძოლა არის, ნუ ჯერჯერობით რაც არის რა. მეგრელია და რაღაც. მაშალა. Mixed martial arts. მეგრელია მაშა. ვინ გონია რომ იქნება შენი აზრით თოპურისთვის შემდეგი? Best country Georgia. Let's go. ბიძო, როგორ ახალი? კარგად მაო. მიერლად. ამდენი ხანი გავიდა და ვაპირებთ რომ ჩავწეროთ კიდე რა და შენ ხარ უკვე Fight Hub-ზე, რა ვიცი რა, ყველაზე ბევრჯერ მგონი შენ ყოფილხარ რა. ხო, ბევრჯერ თუ არა, ერთ-ერთი ადრეული სომალი ვარ. ორიგინალი. როდის იყო, რაღაც. და ეხა გვინდოდა რომ ჩხუბამდე და მერე გადავწყვიტეთ რომ ჩხუბის მერე ჯობდა. მერე გადავწყვიტეთ რომ Zoom-ი აღარ გვინდა რა ხან თბილისში ვარ. იესნა. და ეხა გავეძრეთ აქ ეპიზოდ 172 Fight Hub პოდკასტის ნოსტალ გიორგის ართანია და ბიძინა გავაშელი. ქართულ არწივს კიდე გიძახიან? ჯოკი, მეძახიან ხოლმე რა. მაგარია. ეხა არ გამომაცხადეს პროსტა. რა დავიწყე ხო, მაგრამ ეგ კი არა, ისინი ერევათ ხოლმე დაჟე. რაღაცები თუ არ შევახსენე. მე ხო ისე მომიწია უკრაინაში რო ვარ, შევდი რომ ჩამოვედი, მე ხან ერთ კლუბში ვიყავი, ხან მეორე რაღაცა რა და იქაც ცოტა ქაოსი ქონდათ რა, რომელი კლუბი გამოეცხადებინ, ერთი და იგივე კლუბით მაცხადებინ. და შეაცვლევინო რა. ხო და ეხა შევაცვლევინე რა და უბრალოდ მაგაში ცოტა ისე იყო ეტყობა. დავიწყდათ ნიკნეიმი და ბიძო, გაყოფილი გვაქვს თემები რაღაც სამად რა. ხო. რა თქმა უნდა პირველი არის ბულგარეთზე. ხო. ბულგარეთზე Brave 107. და მაგითი დავიწყოთ რა. ნახე რომ გაიმარჯვე, რეაქცია ქონდა დიდი რა. არა და აშკარად მოგებული ქონდა ეგ ბრძოლა. არა, დომინაცია ქონდა გაკეთებული, მაგაში არ იყო საქმე, რა ხდებოდა რა. ვისაც შევხვდით, ეგ ბიჭი იყო ჯერ მანამდე ხო 1-2 წლის წინ ჩამეხსნა, 2 წლის წინ ბიკო. ხო, ბიკო. შორი. ხო, შორტი. და მე როგორ იყო, იცი, ეგ ტიპი არის თვითონ Brave-ის matchmaker-ის სამენეჯმენტო კლუბის წევრი რა. ასაგებია. და ანუ მაინც ხო ხდები ის ტიპი კიდე ის პიროვნება ცოტა ისე არის ჩემთან მიმართებაში მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე რაღაცებით რა ვერ ვიტყვი რომ ხელი შემიწყოს რა პირიქით ხო ხდები და მეთქი რა ეხა ყველაფერი ხდება ხო იცი რა და მით უმეტეს წინა ბრძოლა მქონდა ძალიან ისეთი და მანდაც რა ეხა კი ვერ ვიტყვი რომ ბრაზილია ხო ჩემი მაქსიმუმი ვიყავი მეთქი მაგას თავის მიზეზები ქონდა, ეხა ბევრმა იცის, ბევრმა არ იცის, მაგრამ მაგ პრობლემებზე ეხა არ დავიწყებ ლაპარაკს, ჩემი პრობლემებია ეგ, თუ გადიხარ საჩხუბრად, უნდა იჩხუბო ხო ხდები და. მაგრამ მაინც მაგის მიუხედავად არ იყო რა ისეთი ბრძოლა, რომ იმისთვის მიეცათ რა. და ანუ ისე გამწირეს ეგრევე, ხო ხდები და. ეხაც ანუ ცოტა ისე ვიყავი, მეთქი რატო დააგვიანეს, ხო ხდები, იმენა დომინაცია იყო რა, ვაფშე კუთხიდან არ გამომიშვიეს, მთელი 3 რაუნდი პრესინგში მყავდა, ხო ხდები რა და რავ ეხა ხელი არ მომხვედრია წარმოვიდგინე რა ისე არა ვაფშე იქიდანაც რომ გამოდი ხელი არ მომხვედრია რა და რავ ეხა მეთქი რაზე დააგვიანეს და ცოტა მაგით ვანერვიული რა თორე ისე ეხა ჩხუბზე არ ნერვიულობდი რა აი ჩხუბიდან გამომდინარე რაღაცა წავაგეთ ანას არა ესე ხა ვიცოდი დაჟე ხო და მე ვერ მივხვდი რა ისეთი აშკარა გამარჯვება იყო რომ როელოდებოდი მეთქი რატო ეს ხო ხალხმა ხო არც ახლა შენც ხო არიცოდი რა და მე იმისი უფრო მეშინოდა რომ იმან მეთქი რავი რამე არ ჩააწვეთოს ხო ხდები რა მაინც მაგრამ ნუ მადლობა ღმერთს ყველაფერი ისე ხო როგორც წესია და რიგი ხო რა ისე მოხდა და მაინც
შენ ბრეივში რა უნდა გააკეთო კიდე რომ არც არაფერი იდეაში გავაკეთო რა ეხა კამარზეც მითხრეს ჩხუბი ამ ჩხუბამდეც მითხრეს даже კამარზე ჩხუბი მაგრამ ყაზახეთში იყო ყაზახეთში ვერ მივდიოდით ან ისეთი პერიოდი მითხრეს ჩხუბამდე რომ ანუ სასაცილო იყო ერთი თვით ადრე მითხრეს რა ანუ მეთქი ერთი თვით ადრე რომ მეუნები კონტრაქტი მაქვს თან კამარზე მეუნები ეგრე არ არის ხო ხტები რა დროებით კამარა იყო უბრალოდ ხო იმიტომ რომ მისა აქ მოკაევს მოკაევს აქ მაგრამ მოკაევიც გადავიდა ეხა სხვაგან გადავიდა თუ ანუ ვერ გავიგე რა ეგეც ანუ შეიხის თემაში კარგად არიან ერთმანეთში და როგორც უნდათ ისე ჭრიან კერავენ ხა ჩვენ რასაც არ გვაძლევ რის უფლებასაც ჩვენ არ გვაძლევენ ხა დაუშვათ დიდი პაუზები რომ აქვს ვითხოვ ხოლმე რა ან ჩხუბი მომეცით ან სხვაგან ვიჩხუბებ ხო ხტები რა იმიტომ რომ ხა როცა სულ ფორმაში ხარ და მით უმეტეს ანუ მადლობა ღმერთს ტრამვები არ მქონდა აქამდე ხო ხტები ის პერიოდები ისე მქონდა გაცდენილი რომ ჩემი მიზეზი არ ყოფილა და ვეუნები ჩხუბი მინდა ბრძოლა გამეკეთეთ რაღაც მაგრამ ნუ არაფერი პასიურობდნენ ძალიან რა და ხა იმის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა უცებ წავიდა ვოებში იჩხუბა დაჭირდა ხო ხტები რა ეგ არის მაგათი ისა ოქროს კვერცხი თუ რა ხო რა რაღაც ეგეთი არა და როგორც კი გადმოვიდა მაშინაც ახლა პირველი ნომერი ვიყავი წაუგებელი დაღესტნელი იყო მაშინ აქ პირველი ნომერი მე რო გადავედი და 8-0-ზე ქონდათ რაღაც მე მოვუგე მაგას და მაგის მერე ხო მაგამედ იდრისოვი მე ლაშამას დაამარცხა რა კი მარტო მე და მარტო ჩვენ ყავს ქართველი მაგის მერე კიდე მოვიდა და მანდროსაც ვიცებდით უკვე ჩვენ და ვისაუბრეთ მაგაზე და ანუ რის თქმა უნდა იცი პირველი ნომრად დავდექი ეს რო გადმოვიდა მაგის მერე დაჟე ჩინეთში რო ვიჩხუბე გახსოვს შენც რო შემხვდი ხო მახსოვს მეინ ევენთი ვიჩხუბეთ და ხო მოვიგეთ მაგარ ყაზახს მოვუგეთ და შუკატაევი ხო და როგორ მოხდა უკვე ისეთი პირველი ნომერი ვარო სხვა არც მოისაზრებოდა რა საერთოდ და გადმოვიდა მოკაევი ვეუნები მოდი ვიჩხუბოთ რა ხა პირველი ნომერი მე ვარ ხა შენც ხა UFC-დან გადმოვიდა ხო 7-0-ზე ქონა UFC-ში და ხა რაც არ უნდა ისე ვთქვა თან ბრეივიდან აქვს დაწყებული რა ანუ მეთქი როგორც სახში დაბრუნებას მოგიწყობ მეთქი შევხვდეთ თქო რა და თან ყველაფერი აი იმ ფარგლებში რა აქტივის ცემის ფარგლებში რაღაც ხო ისიც მონიშნე ბრეივის ხალხი ბრეივის მეჩმეიკინგი ვაფშე ყველა მონიშნე რა არაფერი რა მე მეორეთაც გავაკეთე მე რო უკვე ბრძოლა მქონდა ჩანიშნული მე იწვევდა ხალხს რა და მეთქი მე როცა ბრძოლა მაქვს ჩანიშნული და იცი მეთქი მაშინ იწვევ ხალხს თქო და მოდი მეთქი და მორჩები და ვიჩხუბოთ თქო მაგაზეც რა თქმა უნდა არანაირი პასუხი არ იყო რა და ეხა ზუსტად ეგ შემეკითხნენ რა იქ ბრძოლის შემდეგ რომ ან მოკაევი და რაღაც და ანუ კამარი და ის ხო ხტები და ჩემი პასუხიც ეგეთი იყო მეთქი რა ორჯერ გამოვიწვიე ხო ხტები რა და ანუ არანაირი პასუხი არ მიმეღია არც მაგისგან მით უმეტეს ხა არც ბრეივისგან იყო რაღაც ინიციატივა რა ცოტა ისე იმასგან ცოტა ხელი დააფარეს და ისეთი ბიჭები ჩაუსეს 1-2 რომ ხო ხტები ვაფშე არ საიდან მოსული ხალხი რა და ანუ აქ ჩვენ ვინც მართლა საქმეს ვაკეთებთ ხო ხტები ისევ ზივართ რა ეგრე გამოდის და მეთქი რა ეხა ბოლო ხვეწნას მე არავის არ დაუწყებ რა არც ჩემი ბოლო გზა არ არის ბრეივი აგერ ხა მალე უკვე მოურჩი ფაქტიურად ხო ხტები ახალ წლებზე მიმთავრდება კონტრაქტი და ვაპირებ იქით წასვლას რა სადაც საჭიროა და აქედან გამომდინარე ხა ამ პერიოდში კიდე ხვეწნა დავიწყო ვიღაცასთან ვისთან რა მაქვს ხო ხტები მე ვარ პირველი ნომერი თუ ვინმეს მართლა რამე ბრძოლა უნდა ისეთი რომ საინტერესო გააკეთოს პრობლემა არ არის აქ ვარ და აქ ვიყავი აქამდეც რა და ეხლა კიდე მე თუ მკითხავ ეხაც არ მოხდება დაჟე რომ დავთანხმდე რა იმიტომ რომ იმისთვისაც დიდი რისკია რაღაც ხრივ და არ აწყობთ ხა იმასაც UFC-ში უნდა გადასვლა რა ამდენს ჩარიჩობს ხო ფიქრობს ძალიან ბევრს ანუ მე თან ისე არ გამომივიდეს პირადადაც ვიცნობ მოკაევს რა საერთო ძალიან ახლობელები ყავს და რაღაც და აჟე საქართველოში რო იყო ჩამოსული უნდათ რომ შევეხვედრებინოთ ხა მე არ მეცალა მაშინ კემპი მქონდა რა მაგრამ ტელეფონით იმით ამით ხოვაზე ხარ ვისაუბროთ არაერთხელ და აზრებიც გავსვათ ნორმალური კარგი ბიჭია რა მაგრამ ხა ჩვენ
ინტერესი გვაქვს სპორტულ ამბავში რა. ახლა სპორტია და ჩემი ამბიციები და ჩემი მიზნები კიდე ყველაფერზე მაღლა დგას ჩემთვის. ახლა ჩემი ეგეთი ახლობელი ეგ არ არის და ძმაკაცი ეგ არაა საქმეზე რომ მიდგეს რომ მე იმას არ დაუპირისპირდე დაუშვათ სპორტულ ამბავში. ეგეც არაა პრობლემა, მაგრამ უბრალოდ არ უნდათ რა. და რაც არ უნდათ, ახლა ვერ შეუჩხიკინებ ვერაფერს რა და მეც ჩემი გზა მაქვს, მაგას უკვე მეტნაკლებად შევეგუვე, შევხედე, რა სურათია ხო გავაანალიზე და ახლა იმას რაც არ გამოვა, აღარ დავეტაკები რა, ბოლო-ბოლოს სხვა რაღაცისკენ მიმართავ ამ ენერგიას და დავამთავრებ ახლა ლამაზად. წამოვალ და გავაგრძელებ იქ სადაც საჭიროა და სადაც ჩემი ადგილია უკვე დიდი ხანია. ანუ შენ ახლა მომენტ არც გაინტერესებს ბრეივის კამარი? არა, დროს დავკარგე. დრო გავიდეს, განთავისუფლდე და მიაწექი შენ საქმეს რა. იმიტომ რომ ბრეივმა ბევრი დრო დაგიფანტა უკვე დაჟე რა. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. მაგრამ სულ ვიძახი ხოლმე რომ ყველაფერს რაღაც მიზეზი აქვს. ყველაფერი ღმერთიდან მოდის და არ იქნება ეს უმიზეზოდ რა. ალბათ რაღაცისთვის მოხდა ეს ყველაფერი, რომ ასე ამდენი ხანი მომიწია აქ გაჩერება. მაგრამ საქმის გარეშეც არ ყოფილა, ახლა ბევრი კარგი ბიჭი გავაფუჭე და აგერ ბოლოს ეს პიროვნება EFC არის ორგანიზაცია აფრიკაში, სამხრეთ აფრიკაში, დუპლესი იყო მაგის ჩემპიონი სხვათა შორის. ეს ბიჭი იყო 2 დივიზიონის ჩემპიონი 57-ში და 61-ში რა. ძალიან მაგარი ბიჭი იყო. პროსტა ახლა ხალხი უყურებს მარტო UFC-ს და თუ იქ არ არიან, არ უყურებენ ვინ ვის ხდება. ხო ხდება ჩვეულებრივი რიგითი ბრძოლა გონიათ რა, მაგრამ რეალურად 2 დივიზიონის ჩემპიონი იყო, გამოცდილი იყო. სამხრეთ აფრიკაში ხა პირველი ნომერია ჩათვალე და შევხვდით ხო თან კოუმეინი იყო ერთ-ერთი მთავარი ორი მთავარი ჭუბიდან ერთ-ერთი ჩვენი იყო როცა სხვა ქვეყანაში ვიყავით ხო ხა დიდი საქმე იყო ჩემი აზრით რა საკმაოდ კარგი საქმე გაკეთდა და ლამაზად დამთავრდა თან იმის მიუხედავად რა პირობებშიც მოგვიწია ჩვენ მომზადება და რაღაცა მაგასაც 1-2 სიტყვით შევეხები ძალიან ისეთი ტრამვები იყო და ერთი განსაკუთრებით ისეთი ტრამვა იყო რომ ხალხი ეხსნება მაგ ტრამვის გამო არც დავასახელებ ხა არ ღირს რა მაგრამ ვიტყვი რომ აი ცალი ხელით ვიჩხუბე რა იმიტომაც ხარავის სტილზეც შეამჩნევდი ცოტა სხვანაირად ბევრი რაღაცები გამოვიდა არც მიჭიდავია მაქსიმალურად ვცდილობდი რომ გამოსულიყავი კლინჩიდან ხო ხდები და ანუ ბევრი რაღაცა რა ისე და მაქსიმალურად ისე ვაკეთებდით საქმეს ანუ გეგმაც ეგეთი იყო რომ ძალიან ცოტა უდარი მიგვეღო ესე ვთქვათ ჩვენ თავზე მე ვიცოდი რომ ხა სტრაიკინგი საკმაოდ კარგი მაქვს რა და გავუკონტროლებდი უპრობლემოდ დისტანციას და პირიქით მივპრესავდი მაგრამ დაჟე არც მოყვებოდა ჭუბში რა რამდენჯერმე იყო კარგი ისეთი მომენტი რომ თვალები აერია ხო დააპირა მაგრამ ნუ ხა მანდაც არ ვერ იტყვი რომ თუნდაც ჭიდაობდა არა სხვათა შორის მინდა აღნიშნო რომ არ მოველოდი მაგის ფიზიკას და იმ გრძნობას რაც ქონდა რაღაცებში ხა ვინც ერკვევა იცის რომ შეხვდები პიროვნებას იმასთან უკვე სხვანაირად გრძნობ ბევრ რაღაცას რა და ანუ ისეთი ტიპია რომ ჩემი აზრით აი ხაც ბევრს გაამწარებს ეგ რა ამ წონაში ეხა ისე ვიტყვი ამაყივით გამოდა სიამაყე გამოდის დამპარტავნება მაგრამ ნუ ტოპ შეხვდა ჩემი სახით და კი არ გამოუვიდა რაღაცა მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ სხვა ეხა ბევრ ბიჭებს ვისაც შევხვდი აი იმათზე გაცილებით მაღალი დონე ქონდა ფიზიკურად ისეთ ჯანზე იყო მე არ მოველოდი მაგას პირველ რიგში რა ახლა მე ფიზიკურად იმდენად არ მეტყვა რამდენადაც უფრო ჯანზე ვარ ხო მაგრამ აი მაგ ბიჭთან აი კაროჩე ცეპებიანი ტრაქტორი იყავი თუ შორი მე ვიყავი ცოტა მაღალი ჩემზე კიდე დაბალი იყო და უფრო ხო წარმოვიდგენია რომ უფრო ძნელი იქნება მაგასთან ჭიდაობა რა უფრო ისეთი არის რა რო დაგჭირვებოდა კიდე სხვა არის ხა თუ დაგჭირდება გააკეთებ ხა როცა მჭირდება ხოლმე ყველასთან ვაკეთებ მაგრამ არ იყო საჭირო ხო ხდები რა თან საფრთხე იყო რომ ხელი არ ამომვარდნოდა და რაღაც და ნუ თავს ვიკავდით მაქსიმალურად რა მაგისგან ისე წავიყვანეთ აი როგორც ჩვენ გვინდოდა მეახლოვებით რა დაახლოებით 60-70% მაინც ისე გავაკეთეთ ყველაფერი. პროსტა მეტი შეიძლება და ეხა მე ჭხუს რა უყურე.
ბევრი რაღაცებს შეიძლებოდა კიდე დამატება, მაგრამ იქ ადგილზე ისე ჩანდა და ისე გრძნობდი ყველაფერს, რომ საფრთხე იყო რა, რეალური საფრთხე იყო, რომ რაღაცა პატარა შეცდომა რო გამეშვა, ის ბიჭი არ მოპატიებდა მაგას რა. ეხლა შორიდან კი ჩანს, რომ ძალიან მარტივად მოუგე და რაღაც, მაგრამ იქ ესე არ იყო. იმიტომ მოუგე მარტივად, რომ ძალიან კონტროლში მყავდა ყველაფერი რა. რო არ მეკონტროლებინა ეგ ყველაფერი. მე უკვე იქ შეცდომები გამეპარებოდა. იქ შეცდომა რო გაგეპარება, ის არ გაპატიებს და უკვე ახლო ჩხუბი გამოიდოდა რა. ეგ კიდე ჩვენ არ გვაწყობდა ეხლა რა. გილოცავ რა კიდევ ერთხელ ძლიერესი პერფორმანსი შენგან და რა ვიცი რა ბრეივის ჩემპიონი უნდა იყო. უბრალოდ ჩემი თვალით ხარ არაოფიციალური რახან რა ვიცი რას აპირებენ როგორ აკეთებენ, მაგრამ მინდოდა რა კიდე რომ ესაუბრა შენ ამერიკის იმაკ თავგადასავლეთ არ ქვია მაგას ქვია შეიძლება და არ ქვია კიდეც რა შეიძლება და არ და მაგრამ მაინტერესებდა რა ანუ აი როგორი კითხვები მაქვს იცი რომ აი პროსტ ჯერ მაინტერესებდა თვითონ აი როგორი გზნობა იყო იქ რა როგორც აი ცხოვრება თუ მოგეწონა ეგ სტილი რა და ხალხი კომუნიკაცია რაღაც პირდაპირ ვიტყვი ერთი კარგი და მნიშვნელოვანი რაც იყო მე თავს აი ვეგასში რო ჩავედი პირდაპირ ვიტყვი რომ მე თავს გზნობდი სახში რა და რატო მაგასაც დავაკონკრეტებ ჯერ პირველ რიგში ყველაზე დიდი მიზეზი ამის მერაბი ხო არის რა იმიტომ რომ მერაბმა მაგარი აი ისეთი მე ხა თვითონ მიცხოვრია სხვაგან ცხოვრობდი 5-6 წელი კიევში ცხოვრობდი და შვედეთშიც ვიყავი და რაღაც მაგრამ აი ყველაზე დიდი ხანი აი კიევში ცხოვრობდი რა და ვიცი რა არის უცხო ქვეყანაში ცხოვრება რა და მithumedes ამერიკაში და ამ ხელაფასთა სხვაობაში ხო რთულია ძალიან და იმ ბიჭმა ანუ ისეთი რაღაცები გააკეთა და თან მithumedes სხვებთანაც კი მქონდა ეხა დაანახული რომ აკეთებდა მაგ ყველაფერს რა და ეხმარებოდა მერაბს რა აი ეხმარება ყველას რითი შეუძლია ხო მაგრამ აი პიროვნულად თუ ეგეთი ჯიგარი იყო რა კიდე მართლა კი ვიცნობდი დიდი ხანია მანამდეც ვიცნობდი რაღაც მაგრამ ანუ ესე უშუალო ხო ხდა ეხა ოჯახურად რო გაიჩნდა რაღაც რო ჩავედი აი უშუალოდ ძალიან პატივისცემას გრძნობდი რა არა მარტო ჩემ მიმართ აი ყველა ვინც იყო იქ ყველას მიმართ რა ეგეთი თავდაბალი პიროვნება აი ძალიან იშვიათი არის ჩემთვის რა და აი მაგ ცევებმა მაგ ყველაფერმა შექმნა ის ოჯახური გარემოსავით რა მაგასთან სახში თვითონ და მე რო უყურე იქ არიან ლევონი ჩოხელი ზიკო ლაზიშვილი ამირანის იყო მაშინ ხო მგონი არა მაშინ ამირანი არ იყო მაშინ იყო ოთარი ტანზილოვი მე და ოთარი სხვათაშორის ერთად ვიყავით ერთ ოთახში ვიყავით და ეს იყო რა აი ეგ ბიჭები კიდე ცალკე კიდე სხვა სამყაროა რა ცალკე ჯიგრები არიან რა იმიტომ რომ იქაც ხა ლაშა ხო კიდე ლაშა მესხი კი მაგრამ მე უკვე მოუწია მაგას წამოსვლა და ეს და ცოტა მოვიდა მე ტენა მოუწია კი ცოტა ხანი მოგვიწია ჩვენ ერთად კიდე ვატო აიღე თუ გინდა ღვინჯილია ვატო ჯიგერსონა არის ანუ ყველა ისე იყო რომ ხო ხდები რა ძალიან აი ერთი მეორის პატივისცემა რაღაცა იქ ქართული ხაჭაპურები გაიჩნდებოდა იქ ის გაიჩნდებოდა ხო ხდები რა მოდიოდნენ სტუმრები ხოლმე ქართველები ის ხო ხდები და თვითონ ხა ცოტა ხანი მე ვივორჩე რაღაც ერთი თვე თავიდან ვივორჩე მერაბის დარბაზში სინდიკატში რა და ძალიან ბევრი ნაცნობები ხო ვნახე იქ უკრაინიდან დაწყებული მე ისეში რო ჩხუბობდი ისე ეს მოჩხუბებდა შაიხაევები ძმები ვინც არიან ჩეჩნები რა მე და ეგ ბიჭები ერთად ჩხუბობდით რა და მერაბს ეხმარება ხო და იქ ვნახე თუ ცებ ხო ხდები ერთმანეთი ეგეც ისე იყო და რამდენიმე შვედეთიდან რამდენიმე ბიჭი ის მარკი რო არის ვოლოგდინი მაგარი ის რო იჩხუბა დანავაით კონტენდერ სერიაში ბონუსი რომ ისცეს რუსი ბიჭია სხვათა შორის ეგ მაგისი ძმაკაცი შვედეთიდან იყვნენ ჩამოსულები და მაგათაც ვიცნობდი ჩათვალე აი ყველას ვიცნობდი ფაქტიურად რა ერთი ჯონუც არ ვიცნობდი იქ და ჩენი ხო ხდები რა ძალიან აი კაია ურა კაი სიტუაცია მე რაღაც ისე მომიწია რომ მე ლევონი ზიკო ერთად ვარჯიშობდით თვითონ USPI-ში
და იქ იყო ხოლმე აი ესეთ სიტუაცია, რომ ეხა მერაბიც მაგ პერიოდში უკვე წამოვიდა აქეთ რაღაცა ერთი თვე, რაფი რო ქონდა? არა, მანამდე დადიოდა რა ჩხუბის მერე უკვე მოდიოდა და მაგ პერიოდში იქ ვიყავი, მაგრამ უკვე გადავედი ბიჭებთან ერთად ვარჯიშობდი. სულ გამომივლიდნენ ხო ხდები, გავდიოდით, ხან მთებში დავდიოდით, ან სარბენად, ან ისე ხდა, აი ძალიან მაგარი აღურა, ძალიან მაგარი სიტუაცია. თვითონ ეს აი შინაურული გარემო და ვერ იგრძნობ, რომ რაღაცა ერთადერთი რა თქმა უნდა იგრძნობ იმას, რომ ოჯახის დანაკლისი გაქვს, რა თქმა უნდა იგრძნობ იმას, რომ ეს რაღაცა სითბოისის ხო ხდები რა, ანუ კაცები ვართ, ეს ყველაფერი ხანდახან არის ისეთი სიტუაცია თუ გინდა რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, ეს ყველაფერი უნდა გადავიდოთ გვერდზე გრძნობები. და რაღაც საქმე რაც არის გასაკეთებელი ის უნდა გავაკეთოთ რა და ზუსტად ეგ ვარიანტი რო იყო ხო ანუ მეც წასული ვარ იქ ბიჭებიც შემნაირად ჩასულები არიან და ერთი მეორე სიყვარულში აი ვამაგრებთ რასაც ქვია და ძალიან მაგრად მომეწონა აი ეგ აურა რა მაღაზე ვთქვი რომ აი ძალიან ვერ ვიგრძენი მეთქი რომ იქ ვიყავი რა და თვითონ ქალაქიც ხა ვეგასი მაგრად მომეწონა საჩემო ქალაქი უფრო მგონია რა ხა ნიუ-იორკშიც ვიყავი იქით მე ჩასული ნათესავებთან მაგრამ აი ვეგასი იყო მაგარი რა ძალიან აი რაღაც პონჩი მშვიდი სიტუაციაც არის თავისუფალია ქუჩები მასშტაბურია უფრო აი გაშლილია რა უდაბნო ხოა და გაშლილია და არც მანქანის გაჩერების პრობლემა გაქვს არც არსად გაგვიანდება ხვდები რა 10-15 წუთი 20 წუთში სულ ყველგან მიდიხარ აი დარბაზი იქნება ის თუ გართობა გინდა და რაღაცა ნუ რასაც ახლა მე ნაკლებად ვეტანები ნაკლებად კი არა ვაფშე არ მარტო ცენტრში არის რაღაც ის ადგილი სადაც ყველა თამაშობს და გადიხარ ხო ყველაფერია რაც გინდა ხო აი ვაფშე თუ რამე შეიძლება მოისურო ხდება ყველაფერი შეიძლება რომ იმას ქნა რა მაგრამ მე ხა მაგის ინტერესი არც მქონია არც მაგ და იდეალურად არც მექნება ხა ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს რა მაგრამ აი ყველაფერია რა რაც შეეხება აი ვარჯიშის ასპექტში კიდე ხო ცალკე მაგარია აი იმ ამბავში რომ UFC-ში რომ შევედი პირველი ვინც გაიჩნდა რო ვნახე რა კოდი გარბრანდი მაგრად მევასებოდა მთელი ან ბავშვობიდან ხო ხდები ჯერ მაგისი და დომინიკ კრუზის ჩხუბი რო ვნახე და ტიპს კამარი ისე წაართვა ისეთი თან დომინიკ კრუზი ხო ვიცი ვინ არის მე TJ დილაშოვსთან ხო TJ დილაშოვსთან ჩხუბი და რაღაცები ეგ კიდე ცალკე თემა მაგრამ აი იმენა თვითონ კრუზთან ისეთი ჩხუბი ქონდა და დომინიკ კრუზი ხა მე მგონი ყველა მიცის რომ ისეთი ლეგენდაა და მარტო ლეგენდა კი არა ტიპი ისეთი სტილი მოჩხუბა არის ისეთი მაგარი სტილი აქვს სტრაიკინგი ის მაგრაურევს რა და ორჩე ამან ისევ სტრაიკინგში ისეთი რაღაცები გაუკეთა აი ესე დაშოკილი ვიყავი რა და რო ჩავედი და ახლა გარბანს უყურებ და ოპა და მეთქი მოდი ვისპარიგოთ ეგრევე რა ხო რა ახლა ეგეთი ტიპს როგორ გავუშვებდი მაგას ყველას უნდა ალბათ ხო რა თქმა უნდა ახლა ეგეთი ტიპი როა თუ შენ რამეზე პრეტენზია გაქვს და თუ რამე გინდა რომ გააკეთო ამ სპორტში რა თქმა უნდა მაგასთან უნდა ისპარინგო რა თქმა უნდა თუ ვინმე ძლიერია და იცი რომ რაღაცას წარმოადგენს იმასთან უნდა გინდოდეს რაღაცა შენი თავის თუ გინდაც გაზომვა იყოს თუ გინდაც დამტკიცება ცოტა ნაკლებად იმიტომ რომ იმასთან დასამტკიცებელი არაფერი გაქვს არც იმას აქვს შენთან დასამტკიცებელი შენი მიზეზი მიხვედი რომ გაგეთიშა გინდოდა არა გათიშვა რა შუაშია უყურე გათიშვა ცოტა სხვა ისაა გათიშვით გავთიშავ იყო იქ რაღაც სიტუაციები როცა მაგრათაც ვიჩეხავი საკაიფოთ რა მაგრამ იქ თუ კონკრეტულად ვინმეს ინტერესი მაქვს მაგრამ მე ამერიკაში იმისთვის არ ყოფილვარ ჩასული რომ ვიღაცა გამეთიშა იმიტომ ჩავედი რომ იქიდან ეს პერფორმანსი წავამეღო რაღაცები მესწავლა იმასთან რომ დადგები ვინც მაგრები არიან იქ იმას სკილებს მოპარავი იქ იმას რაღაცა ხო ხდები რა და რომ ემუშავები მე გამაფრთხილეს ესეთი რაღაცა მითხრეს რა რომ არ ძალიან უხეშად არ უნდა ისპარინგო რა თორე მე აღარ დაგიდგება აღარ გესპარინგება რა ეხლა და აი ლევანს მოვიდა სხვათა შორის ეგეთი რაღაცა თავიდან რომ ჩავიდა მე თვითონაც მომიყვა და ზიკო და ისინი ხადაობდნენ რა ყველას თიშავდაო და მერეო აღარავინ ესპარინგებოდაო და დარჩაო პარის გარეშე მე ვედეგი ხოლმე გონი რომასაც არავინ არ ესპარინგება რა დოლიძეს არ ვიცი რომაზე არ ვიცი სიმართლე გითხრა ხა მაგრამ აი რაც ვნახე ეგ სიტუაცია იქ უცებ ერთად ვიყავით ხა მე და ლევანი სულ ერთად ვარჩოდით და ვნახე უკვე
ვიყავი რა, როგორც იყო და მე რო გამაფრთხილეს, როგორც სპარინგობდი, იცი, მივიდოდი შეიძლება ნახევარი რაუნდი ცოტა მომერტყა და მე ვირთვებოდი ხოლმე ბოლოს რა. ხო და ნუ საერთო ჯამში ეგ იყო სხვათა შორის მორენოსთან ეგეთი რაღაც რა. თან გამაფრთხილა ზიკომ რა. ანუ კარბრანთანაც და მორენოსთანაც ხონდა სპარინგი დო? მარტო მაგასთან კი არა. მაგათ ერთ დღეს ვესპარინგებოდი ხოლმე რა. მე და კარბრანტი ანუ საკმაოდ ძალიან ჯიგრურად იმას ვქენით რა, რომ მიდიოდით ხოლმე დილასაც იქ ვიყავით, საღამოსაც იქ ვიყავით, ხო ხდები რა. No love. ხო. No love. No love. ხშირად რომ ხედავდა ხოლმე და რაღაცა უკვე ბერჯერ ვისპარინგეთ რა. და საკმაოდ კარგი სპარინგები გქონდა, მინდა გითხრა რა, ისეთი ისწავლეთ ერთმანეთი და დაამუღამეთ, ხო? ანუ კი, ანუ თავიდანვე ისეთი სტილი გქონდა, ხა მე ზოგადად პრესინგი მიყვარს, ის კიდე მოძრავია რა და ზუსტად რაღაცა კარგად გამოდიოდა, ხო ხდები. მე ჩემსას ვაკეთებდი, ის თავისას აკეთებდა რა, მაგრამ უკმაყოფილო არავინ არ დაგვიდოვებია, მინდა გითხრა და აქედან გამომდინარეც იმისგანაც რაღაცა პატივისცემასავით იყო რა, როგორც შემგან ანალოგიურად რა და რომ მიდიოდით ხოლმე მე ხან ერთი ისეთი ის იყო რა, მე ჩემ თავში წარმოვიდგინე, ხო ხდები, მეთქი რას წარმოვიდგენდი ისეთი რაღაც თუ მოხდება USPI-ში ვიყავი და საღამოს მივედით უკვე სავარჯიშოთ რა, მე და ლევონი ვიყავით და იმას ვიცმევდი რა, ხელთათმანეთ, ბოქს ხელთათმანეთ და შნურკები ხო არის რა, თასმები და ერთს კოდი გარბრანტი მიკრავდა, მეორეს მაგის ტრენერი რა და ბიჭო უცებ დავფიქრდი რა, ხო ხდები, უცებ რუსთავიდან გავიჩითეთ იგი, ჩავიდი, ვეგასში ვარ და ერთი UFC ჩემპიონია და მეორე მაგის ტრენერი, ხო ხდები და ორივე მიკრავენ იმას რა, ანუ ეს არის ირონიულია, ოღონდ დადებითად ირონიულია. მაგარია. მაგარია, ხო და აი მაგიტომ და ამაზე საუბარი შენთანა და კიდე ვიცი რამდენი რამე იყო რა და ძალიან ბევრი. ეხა აი 57-ში ვინც იყო რა, მე ზოგადად ვაკვირდებოდი ხოლმე მაგ ხალხს, რომ იმიტომ რომ ეხა ჩემი წონა რა ხან 125 პაუნდი. უყურებ იქ ვინც არიან კარგები რა და იმათთან ეხა ჩემთან დარბაზში სადაც ვარჯიშობდი მათეუსი იყო ტრენერი ჯოზე ალდოს სპარინგ პარტნიორი იყო ძალიან მაგარი პიროვნება არის რა მცოდნეა და რაღაც ძალიან და ვარჯიშებიც აი სერიოზულად ინტელექტუალური მიდიოდა რა რაც ჯგუფში აი ძალიან მაგრად გადგება ესე ვთქვათ და მანდ იყო პერეზი ოდე ოსბორნი აუ რამდენიმე აი ისეთი ბიჭები რა მანდ მოდიოდა სხვათა შორის მორენოც მანდ მოდიოდა ხოლმე გარბრანტი აი სასპარინგოთ რა ერთი დღე იყო ხოლმე ისე რომ ყველა მოდიოდა და ჩვენ მუშაობდით რა ერთი იმასთან ადგებოდა ერთი იმასთან ადგებოდა და ვეცვლებოდით ხოლმე რა მაგრამ ხა უსახელო ბიჭებს ესე დავარქვენ ვინც UFC-ში ესე არ ჩანდნენ ძალიან ბევრი იყო ისეთი რა რავი 10-0 11-0 ალბათ ძალიან აგრები და მალე გამოჩდებიან ბევრია რა სავარაუდოდ ხო რა ჩემი აზრით იმიტომ რომ ყველაფერს ხო თავისი დრო და ეტაპი აქვს რა და ისინი მიდიან ესენი მოდიან ეგრეა ზოგადად რა და ხა ახალი თაობა იდეაში ჩვენ ვართ რა ხო და აი რა მინდა იცი თქვა UFC-ს გარეთ 57-ში სხვათა შორის ძალიან ცოტა იყო ხალხი ისეთი ანუ მე ხარისხზე მაქვს ლაპარაკი რა და ვინც უხარისხოა ხა იქ UFC-ში და იმაში არ იჩთება რა და დანარჩი ყველა 61-ში იყო 66 და მაღალი წონები რა უფრო აი 61-ში მე მგონი ყველაზე მეტი ხალხი იყო რა ვისაც ვეკითხებოდი რა წონაში ხარ თქო დიდი იყო თუ პატარა აზრი არ ქონდა ყველა 61-ში ჩხუბობდა რა მე კი 61-ში ბანტამვეითი მერების წონაში რა და წარმოგიხა 57-ში ძალიან ცოტა ხალხი, აი ძალიან ცოტა ხალხი იყო რა. და ნაკლები არის, ყველაზე დაბალი ხო რა, რთული წონა, რთულია გასაკეთებლად წონა ჯერ, იმიტომ რომ კორპუსი აღარ გეშვებს და აი მაგრად მაგაიწურო და რაღაც და ისეთი ის არის და თან ისედაც არც წვალობენ, მაგრამ 61 უფრო ურჩევნიათ თუ რავი, ვერ ხვდები რა, იმიტომ რომ არა და 61 ძალიან რთული წონა, ძალიან კონკურენცია. ანუ შენ ძირითადად ბანთამვეითებთან ვარჯიშობდი ხო ალბათ? ხო, ძირითადი ხალხი იყო ბანთამვეითი. მერაბთან რო ვიყავი, მერაბთანაც რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ არა, პროსტა თავიდან რო ჩავედი გარაშიც, იქაც, პროსტა თავიდან რო ჩავედი, მქონა აკლიმატიზაცია ის პერიოდი რა. ეგეთი რაღაც თუ იყო, ვაფშე არ ვიცი ხა კი იცი ყველგან ვიყავი თითქმის აი შორი თუ გინდა ჩინეთში 6-7 ვიყავი მე მგონი და იქ ან ქონია ეგეთი რაღაცეები რა და 10 საათი ფრენა ვაფშე სხვა რაღაცა მქონდა რომ ჩავიდოდი აკლიმატიზაცია ძალიან ისეთი არ მექნებოდა რა იმიტომ რომ სხვაგან ისე ძალიან არ მაქვს ხოლმე და აი რო ჩავედი ერთი თვე ზუსტად რა ბიჭებმა გამაფრთხილეს რა ზიკო მეუნებოდა მაგას ხშირად რომ
აი ერთი თვე ჩათვალე გადადე რა, აზრი არ აქვს, მაგ დროს ვერ იქნები ის რაც უნდა იყო და ერთი თვე და არ დავიჯერე რა, მეთქი ეგ ანა ერთი თვე რა, ერთი თვე ხო ხდები და რო ჩავედი, ერთი კვირის მერე, აი რამდენიმე 2-3 დღეში ძალიან სერიოზულად დამეწყე, მაგრამ მერე რაღაც ერთი კვირა, 2 კვირა რო გავიდე და რომ მგონია რომ უკვე უნდა დაიკლოს რა, თან ცოტა უგუღმა მომივიდა, ვაძალებდი თავს რა, იქ სპარინგობდი, იქ ჭიდაობდი, მერე მომდიოდა ეს რა, ვითიშებოდი ხოლმე რა, ანუ ან ჭიდობას რო დავიწყებდი ან რაღაცა რა, ან ყოფნი და ის ჟანგბადი რა და თვალებზე წინსკლები მაყრიდა და თიშისკენ მევყავდი რა და ვჩერდებოდი ხოლმე ხან აი გეგონება ვიღაცა რო გახჩობს და ხო ხდები რა გეძინება აი ზუსტად ეგეთი რაღაცა მჭირდა ხოლმე რა და აი სტრაიკინგში დგომში კიდე მეტნაკლებად ვატანინებდი რა და მუშაობდი ხოლმე მაგრამ აი ჭიდაობაზე ფიზიკურ ვერ ჭიდაობდი ვაფშე რა და აი ეგ პრობლემა მქონდა. მაშინ კიდე როგორ იყო, იცი, მერაბს მქონდა, მე ჩავედი 1-2-3 კვირაში მქონდა ბრძოლა იანთან რა, ხო. თავიდან კი ჩვენ დავიწყეთ, მუშაობდი მაინც ხა როგორ მომაზავდი რა, მაგრამ მინდოდა ისედაც მუშაობა მერაბთან და ყველაფერი და მე კიდე კი წამოვიდა საქართველოში. ბოლოს რო ჩამოვიდა, მე უკვე ისე ვიყავით რა. აი ბევრი ძალიან არ მომიწია რა მერაბთან, მაგრამ აი იქ ბიჭებთან იყო საინტერესო კიდე. იანთან რა, თავარი სპარინგ პარტნიორი ვინ იყო მაგისი? მგონი ეგ ვიცი, რა აღარ მახსოვს. თუ არ იყო ერთი. თავარი, როგორ იყო, იცი? აი ეს რუსი ბიჭი იყო, სხვათა შორის ერთ-ერთი ხშირად რომელიც ედგა ხოლმე მარკი. სტრაიკინგშია ეგეც რა. სტრაიკერია და კარგად მუშაობს რა. და ეგ ემუშაებოდა ხოლმე მახსოვს. და პლუს მაგას ანუ მარტო ეგ ერთი არ იყო მართლა რა, იმიტომ რომ მერაბს ერთი ფიზიკურად არ ყოფნის რა. ეხლა ჩვენ ვემუშავებოდით ხოლმე, გარაში რომ მუშაობს, სპარინგებს ხშირად გარაშიც აკეთებდა ხოლმე რა. მე ოთარი და ერთი ბიჭი იყო კიდე რა. და ვეცვლებოდით ერთმანეთს 2-3 რაუნდი ვემუშავებოდით ხოლმე თითო კაცი რა და ის მუშაობდა სულ. და ისე იყო რა, მაგარ კაი ფორმაში იყო, ვერ ვიტყვით რომ არ იყო ცოტ ფორმაში ხდები რა, მაგრამ ბევრი ნიუანსი იყო, ხა მაგაზე არც მინდა ლაპარაკი. ბევრი ნიუანსი იყო, შეიძლება და იმ ღამესაც კი სხვანაირად რო ყოფილიყო რა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ აი ის ღამე ეხა დადგება. მალე უკვე ჩანიშნულია მაგათი ბრძოლაც და მერაბი ეხა უკვე სხვა მოტივაციით არის რა, დარწმუნებული ვარ ვაფშე. ჩემი აზრით მნიშვნელობა იცი რომ ეხა იქ იქნება აბუდაბიში დიდი მნიშვნელობა ექნება მერაბისთვის თუ არა? მნიშვნელობა როგორ ეხა არ მგონია რომ დიდი მნიშვნელობა ქონდეს რა, იმიტომ რომ ამხელა დონის მებრძოლია. მერაბის პლუსები ყველამ ვიცით, ეგ არის გული, ხასიათი ხო ხდები რა და ეს დაუღალავი ტემპი და რაღაცა. ჩავსავარაუდოთ ცოტა ადრე და გაივლის იმ აკლიმატიზაციას რომ იმ აბუდაბიშიც მაინც სხვანაირი ჰავა და თან ახლა მე ბაჰრეინში მაქვს ნაჩხობი და ვიცი რომ აი მიახლოებით იგივეა რა იქ და იქ. აქედან ახლოს არის ძალიან. აქედან ახლოს არის კი და მე არ მქონდა ეგ განსხვავება, მაგრამ წარმოიდგინე მე იქ როგორი განსხვავება მქონდა და იმას, ანუ მერაბს ექნება იგივე განსხვავება აქ. ანუ ეგ ჩემი აზრით გასათვალისწინებელი ფაქტორია და ეხა ეგეთ რაღაცას არ გამოეპარება, ჩამოვა სავარაუდოდ ცოტა ადრე და აქ გააგრძელებს უკვე დასკვნით ეტაპს რა, ბოლო ალბათ თვე-3 კვირა რა, რომ ეს აკლიმატიზაცია გააკეთოს რა, გადაიაროს მაგ პერიოდმა და აი სხვა ვარიანტში ვაფშე აზრი არ აქვს ჩემი აზრით რა, აი გააკეთებს. ძალიან პრინციპული ბრძოლა არის არა ეს მესამე? კი, პრინციპულია და ბიჭო ცოტა შეაფასა მაშინ. მაგრამ თან ქვეცნობიერად როგორ აიცი, მე ვიცი ხა ეგ მოგებული რო გაქვს ტიპზე. ვეღარ აფასები ისე მაინც შენი, ანუ ფსიქოლოგია არის ეგეთი რა, შენ კი იძახი რომ კი ვაფასებ, ხო ხდები რა და იცი და აზროვნებს ტვინი რომ ძლიერი მოწყობარია და არ შეიძლება მოდუნდე და რაღაც რა, მაგრამ რეალურად როცა იცი რომ 50-55 ტიპზე მოგევა აი ნაცემი ყავს ხუაზე ხა როგორ და როგორ გინდა რომ აი ისე იყო რა რომ აი ხანდახა როგორ აიცი როცა შიში უნდა კონდეს ხო მაინც ბიჭო შიში ცოტა ისეთი რაღაცაა მაგრამ სიფრთხილე უნდა კონდეს რა როცა ანალიზებ მოწინააღმდეგის სიძლიერეს მაგ შემთხვევაში შენ გრძნობ დაძაბულობას იმ ამბავში რომ აი დაძაბულობა არა მობილიზება
მობილიზებულია უფრო ორგანიზმი რა, ფსიქოლოგიური თემა არის, როცა გრძნობ რეალურად, ხა მე ჩემ თავზე ხო ვიცი, როგორ ვემზადები სხვადასხვა ტიპისთვის რა, აი დარწმუნებული ვარ ის იგივე სიტუაციაში იყო, მაშინ მე რა ვიცი რა, როცა ვიცი რომ სუსტ ტიპს ხვდები, ანუ სუსტი ახლა მე ჩემ კარიერაში რო თქვა რომ შემოხვედრია ისე მეთქი არა, მაგრამ აი ხო გააჩნია ოდნავ ძლიერი, ცოტა უფრო ნაკლებად ძლიერი ხო ხვდები. და აი როცა ვიცი რომ იმ ტიპს რაღაც ასპექტებში ისე ვაჯობებ, რომ რაღაცა აი არ ხარ რა ისე მოტივირებული და არ ხარ, იცი რა, აი რომ დაუმტკიცო და აბა შენი ინტერესი აზარტში არ ხარ, ხვდები და მე რაბს უკვე ანუ გადაბიჯებული ქონდა მაგ ტიპზე და ის აზარტი აღარ ქონდა რა და ეხლა ვაფშე სხვა სურათი იქნება. აი ეხლა მგონია რომ პირველი ჩხუბი რაც იყო შეიძლება უარესი იყოს რა. ამინ. ამინ. ანდრეაო, ეხლა მე ჩხუბზეც ვიყავი მაშინ და ახლდან რო ვუყურებდი, ეხლა გარედან სხვანაირად ჩანს და ბევრმა თქვა, რომ აუ მაგარ ფორმაში იყო იანი, მაგრად მომემზადა რაღაცა. რა თქმა უნდა, მაგრად იყო, მაგრად მომემზადა, მაგრამ მე იქ ისეთი რაღაცები დავინახე, რომ თვითონ იანს არ იჯეროდა. აი ბრძოლის პერიოდში რა, არ ჯეროდა ისი, იცი? რო შეეძლო მოგება. აი, დაჟე ვიძახი მესამე რაუნდში, მეოთხე რაუნდში, ხო ხვდები რა? როგორ ვთხილობდა, იცი, რომ აი დაზოგილად იმაშებოდა ძალიან, ვერ რისკავდა. იმისი მოლოდინი ქონდა, რომ ეხა ჩაირთვება მერაბი და აი თითქოს იმის შიში რო გაქვს, ხო ხვდები? ეხა ბენზინი არ გამომელიოს და ვერ აკეთებდა კიდე იმ ყველაფერს, ხვდები? უცნაური რა იყო იცი ბიძი, რომ აი ჭიდაობის დომინაცია რო ვერ ნახეთ. იმიტომ რომ მერაბს ეგ არასდროს არ მოსვლია ხოლმე ხა. არა, მაგას სტილისტიკიდან გამომდინარეა ჩემი აზრით. მან ნიუანსები იყო რა, როგორ ნიუანსი იყო, იცი, ჩხუბამდე. ისეთი გეგმა ქონდათ. თვითონ ანუ ჯონ ვუდს რა, ხა რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ისე არ არის, ხო ხვდები, მე არ დავიწყებ იმის ტრენერი მართალი იყო თუ არ იყო მართალი დაუშვათ რა, მაგრამ ну მე რაც დავინახე ყოველ შემთხვევაში და რაც გავიგე და იქ ვიყავი ყოველ შემთხვევაში და ვიცი უკვე კონკრეტულად რა სიტუაცია იყო, მაგის ანალიზი რო გავაკეთოთ, ესეთი იყო, რომ დგომში ეუბნებოდა რომ ეჩხუბა და ეუბნებოდა რომ ტანში ურტყი, ეუბნებოდა რომ იგებ, მესამე რაუნდამდე ეუბნებოდა ტიპი რომ იგებო რა და ეხლა შეხედე. მივხვდი. როცა მერაბმა დაიწყო ეს მუშაობა თავიდან სტრაიკინგში რაღაც რა. ვაფშე არ ქონდა, ანუ გეგმა რო თავიდან რო ეგრევე ეჭიდავა და რაღაცა რა, როგორც ამ ბრძოლაში, ხო? ამ ბრძოლაში, კი, როგორც წინა ბრძოლაში რა. ეხლა უკვე რა მოხდა? მერე უკვე როცა მერაბი თვითონ მიხვდა რომ აზრი არ ქონდა ამის დაჯერებას და უნდა გაეგრძელებინა ის თავისი რაც უნდა გაეკეთებინა. თუ გახსოვს მეორე რაუნდის ბოლო იყო თუ მესამე რაუნდის ბოლო იყო, უკვე ღვიძლში დარტყმა გაატარა. ახლა მე მებრძოლი ვარ და ვიცი ღვიძლიდან გათიშვა რაც ხდება რა, ჯერ მაგ დარტყმას დარწმუნებული იყავით, რომ 90% სპორტსმენებისაც კი, ანუ მიიღებდა ეგრე და დაწვებოდა რა, ვერ გააგრძელებდა. და მე კიდე აიტანო ეგეთი დარტყმა და გააგრძელო იგივე ტემპით, პროსტა შეუძლებელია, ანუ ანატომია არ გაძლევს მაგის საშუალებას რა. მთელი ის ენერგია რაც გაქვს, თუ ეგ შენ გადაიტანე და უშოთ ეგ დარტყმა, ხო? უბრალოდ ენერგიას გართმევს, იღლები, აღარა გაქვს ის და როცა დაღლილი ხარ კიდე ვეღარ აკეთებ იმას, აღარც ძალა გაქვს, აღარც ანუ ტვინსაც კი არ მიეწოდება შესაბამისად ის და ვერ აზროვნებ რა. ჯო მაგარი რაღაცეები თქვი რა ძალიან და თან მე რისი გზნობა მქონდა იცი რომ აი ბოლო პერიოდში რა განსაკუთრებით რა ძალიან იმაშვებიან რა მცირემენ აი ძიმე მოჭიდავი სტილს MMA-ში რა. ვითომ რომ ეს არ არის ანახაობრივი და ესე მგონი აი მოკაევსაც ეგრე არ გაუკეთეს რომ ანუ იმაში თვითონ რაც არის ყველაზე მაგარი თითქოს ხდება ეს ანუ თავის სტილს თითქოს ცვლის რომ მოარგოს ხალხს რომ ხალხს მოიწონოს რომ მე უფრო ადვილად აიღოს ბრძოლა და Dana White-ს დაევასოს და რაღაცა და რატო უნდა შეცვალო ის პირველი გამარჯვება ხო ხო იძახიან თუ გატეხილი თუ მუშაობს არ შეცვალო რა და იმ პირველ ბრძოლაში ხო ყველაფერი ისე გააკეთა რომ აი რატო უნდა გაეკეთებინა სხვანაირი ბრძოლა რა როცა უბრალოდ აი ხალხი რო უყვარს და ხალხს რო პატივცემს მაგიტო რა ეგ არის და ეგ ხო ხდები პროსა აი ეს ხალხზე გადაწყობა ჩემი აზრით
არ არის რა, აუცილებელი რა. ხალხს ეყარები. ვიცი თუ მართლა მასეა, მაგრამ რაღაცნაირად ხალხს ეყარები მაშინაც, როცა შენ საქმეს იდეალურად გააკეთებ და იქ რომ მწვანე ჩაგეწერება რა, ხო ხდები. ნუ ეხა იქ ისე იყო თუ ასე იყო, უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს რა. ეხა მოცემულობა ესეთია, რომ მე სამბრძოლაა ჩანიშნული და დარწმუნებული ვარ, მერაბი უკვე თავის საქმეს იდეალურად გააკეთებს, იმ შეცდომებს გაანალიზებს და აწონდაწონის ხო ხდები, რაც იყო და რამაც მიიყვანა ამ შედეგამდე, თორე ვერ ვიტყვით, რომ ის უკეთესი მებრძოლია ამაზე რა. ყველამ ვიცით, რომ არ არის ეგ-ეგრე რა და გამოჩნდება კიდევაც, მალე მაგაში დარწმუნებული ვარ რა. ყველა ელოდება ამ ბრძოლას, ეს არის რაც ჩანიშნულია ქართულ MMA-ში, ყველაზე დიდი ბრძოლა არის, ნუ ჯერჯერობით რაც არის რა. კი. ჩვენთვის პრინციპული. ნიშნულოვანი ბრძოლა არის. ჩვენთვის პრინციპული მართლა ხარ. ძალიან ნიშნულოვანი და უბრალოდ შევახსენებ ხალხს ბიძი რა, სულ მეზარება ხოლმე ამის გაკეთება, მაგრამ უბრალოდ რომ კონდეს შანსი რა, რომ ეს კონტენტი გავაკეთოთ, უფასო არის, გჭირდება რომ ხალხმა დაალაიქოს, გამოგვიწეროს რა და Spotify-ზე, Apple Podcast-ზე, YouTube-ზე, Fight Hop podcast-ი თუ მოგწონთ MMA კონტენტი და ეს რასაც ამას ვაკეთებთ ახლა, გთხოვთ გამოიწერეთ, დაგვიწერეთ მხარი. უფრო მეტი და უკეთესი ვიდეოები იქნება რა. აბა რა. საინფორმაციოც და სხვა სანახაობრივიც. 100%-ით. ბიძი, გეგმებზე ახლა შენ გეგმებზე რა აპირებ ამერიკაში დაბრუნ თუ არ შეიძლება ჯერ მაგაზე? არა, ვაპირებ ახლა მეტნაკლებად ისე შევეხები ცოტა ზერელეთ რა. ესეთია ახალი წლების მერე რა, ჯერჯერობით არა. სანამ თავისუფალი აგენტი არ ვიქნები, უბრალოდ არ მინდა. და მე მუშაობის უფლება გექნება იქ? როგორ? მუშაობის უფლება. ანუ ახლა ხო გათავისუფლდები? კი, როგორ არა. კი, ჩვეულებრივ უკვე თავისუფალი აგენტი როგორც გავხდები, 7 იანვრამდე მაქვს ზუსტად კონტრაქტი. მაგ დღეს გაზდის რა. შენი აზრით მოგცემე მანამდე? ბრძოლას? კი, სავარაუდოდ მომცემენ. ხო, ბრძოლას მომცემენ სავარაუდოდ და დიდი სიამოვნებითაც ავიღებ რა. თან არის რამდენიმე ისეთი ვარიანტი, რომ ანუ კი, ნათქვამი მაქვს, არ მაინტერესებს კამარი, იმიტომ რომ დრო არ დავკარგო, მაგრამ ხო შეიძლება სხვა ახლა იქ ერთი ყაზახი ბიჭი არის, 19-60 აქვს, ოთხშორის კაი ბიჭია. საინტერესო იქნებოდა მაგასთან ბრძოლა. არის ის ბრაზილიელი თვითონ მარჩიანო, ვისთანაც ბრძოლა მაქვს და მისცეს, ესე ვთქვათ და ნუ მოიგო. დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი. ისე მაგას ხო, ჯანმრთელი. ყაზახს. ყაზახს არა, იმ ბრაზილიელს. და რამდენიმე ისეთი ახალებიც თითქოს არიან, რამე 1-6-0-ზე ქონდათ რაღაცა და ნუ ნულიანის წამოღება ცუდი არა, ხოლმე გაიგრძნობა რა. ხო და თუ რა უნდა კითხო, იცი ბიძი, აი ხა დაუშვათ რა. Brave მოდი შენთან და გეუბნება, რომ შენი ვადა მთავრდება და ჩვენ გვინდა რომ ეხა მოგცეთ შენ ტიტულზე ბრძოლა. ან ერთიც და ტიტული, ან რაღაც ეგეთი ვარიანტი რო გითხან. ოღონდ მერე უნდა გააგრძელოთ ჩვენთან ურთიერთობა 3 წელი. არა, 3 წელი კი არა, 1 წელიც არ გავაგრძელებ. და ერთიც დამოგცემთ კი არა, მე უკვე შემოთავაზე ეს კამერაზე ბრძოლა. უარი ინტერიმი ხო? არა, ის ინტერიმზე არ ვიძახი. ეხა ამ ბრძოლის მერე უკვე მითხრეს მოკაევთან ჩხუბი. მაგრამ ანუ ინტერესის წყარო კაი, გახდი. აუ, მოკაევთან თუ მოგცეთ, აუ, ეგ მაგარი არის ძალიან რა. ერთი შეხედვით კი, მაგრამ ეგეთი მაგარიც არ არის და რატო არა? მაგარი პროფილის ბრძოლა არის ბიძი ძალიან. არა, მოდი, აბა ერთი ესე დაუკვირდეთ. ისმენთ, მაგრამ რამდენი ბრძოლა გამიუქმდა. ხო გახსოვს, აი მინიმუმ ერთი 3-4 ბრძოლა გამიუქმდა რა. ეხა შეხედე. მე აი მაგაში დარწმუნებული ვარ, რომ მოკაევს ვაფშე არ აწყობს ხა ჩემთან ბრძოლა რა. გადახედე პროსტა ვინებთან იჩხუბა ბოლო ჩხუბები და ეგრევე მიხვდები, ხო ხდები რას აკეთებენ? პროსტა აკეთებენ იმას, რომ დრო გაწელონ, ჰაიპი შეუნარჩუნონ და UFC-ში გადაიყვანონ. ანუ ცოტა ლოგიკაში უნდა ჯდებოდეს იმის მხრიდან, ანუ ჩემთან ჩხუბი რა. ეგ ორგანიზაცია არ უნდა დავივიწყოთ, რომ შეიხის ორგანიზაციაა რა. ბაჰრეინის პრინცის ორგანიზაცია. ეს ბაჰრეინის პრინცი კიდე ამისი მაგარი ახლობელია და მაგათი გაზრდილია, ესე ვთქვათ რა. და ძალიან აი ლუბიმჩიკია, ესე ვთქვათ. საყვარელი ის არის რა, მებრძოლია მაგისი და ესე პირადად უფულებს ჩუქნიდა და მაგათ კავკასიელები ევასებათ, ოღონდ მუსულმანი კავკასიელები. კი, დაღესტნელები ძალიან ბევრი არიან იქით. და ახლა უყურე რის თქმა მინდა რა. ეს ბრძოლა რო ჩაინიშნოს დაუშვათ წლის ბოლოს.
კაი დავთანხმდი, დათანხმდა, შედგა ხო ბრძოლა. და ბრძოლა რო არ ჩატარდეს და ვაიმე ტრავმა მიიღოს. მე ხო ბრძოლის გარეშე ვრჩები. რეალურად. მაგრამ მე ვადა ხო გადის და გათავისუფლდება. არა, ხო, მაგრამ რა გამოდის? ანუ მთელი ფინანსები, დრო, ენერგია უნდა ჩავდო. მარტო ჩემი არა, ჩემი ტრენერები, იქ ბიჭები ვინც უნდა მომეხმარონ, ის ხო ხდება. ფინანსები ცოტა არ ჯდება. მოკავს ბევრი ფულაუთ აქ. ჭო არ დავკვირები ვარ სხვა აი ეგ საინტერესო არის, მაგას უნდა გადავამოწმოთ. მაგრამ არ დაჭირვებია. არ დაჭირვებია ფულაუთ. აი მაქამდე ხა მაგის კარიერისო გადახედავ. ვაფშე არ დაჭირვებია. და თუ დაჭირდება ეხლა იზავს რა პრობლემაა. ანუ ეხლა რო გააკეთე, რას ვიზავ? ვერც ვერ ვიზავ რა. უბრალოდ დროს დავკარგავ, ენერგიას დავკარგავ. ეხლა შეხედე. ჩემთვის მომგებიანი რა არის? ერთი ბრძოლა ჩავატარო, დაუშვათ, თუ მომცეს, ხო? და თუ არა მომცემენ რა, გვაქვს მაგაზე უკან ალაპარაკები. წლის ბოლოს კაი ბიჭი იყოს. მე ვიზეც მაქვს, მე ინტერესი მინდა რომ მქონდეს ბრძოლის, ხო ხდები? აზარჩი ვიყო მომზადების დროს ის რომ განვითარება მივიცე ჩემ თავს რა. აბა ისე ბრძოლაში, აი რა შემჭირდება ისე რო ვიბრძოლო. რაღაც ვიღაცა ისე ტიპს რო შეხვდი, აი რა აზრი აქვს რა. არის რა, მაგ დივიზიონში თუ ტიტული არ არსებობს, რატო აწვალებენ ხალხს? ეგ არის რა, ნუ მაგათი ინტერესი არ არის, რო ხო ხდება აი შენ ვიღაცა მოსული ტიპი გაგხადონ ჩემპიონი რა. აი იმათი ინტერესი არის, რომ თავისი ხალხი ყავდეთ იქ. ჩემპიონად ვინც მაგათ ჭირდებათ რა და всё მეტი არაფერი. ხა მე ხო ვიცი შიდა სამზარეულო რა ხდება რა. просто არ მინდა და არ შეიძლება ხა მაგ ორგანიზაციაში ვარ და არ იქნება მართებული ჩემი მხრიდან რომ ვილაპარაკო ის რაც არა ასალაპარაკო ხო ხდები. როგორც ყველაფერი არ იჭმება ისე არ ითქმება რა. მაგრამ ბევრი რაღაცები სხვანაირად არის რა. ისე არ არის როგორც ჩანს. ეგ ბრძოლა რო გაუქმდეს მე უბრალოდ დროს კარგავ, ფინანსებს კარგავ, მეც არაფერს რა. და შეხედე მე მირჩევნია ჩაოლებრივი ბრძოლა იყოს და ვიცოდე რომ ის ტიპი მე შემხვდება. ну 90%-ით რა დარწმუნებული ვიყო რომ შემხდება მოვემზადო კარგად ვიჩხუბო ფინანსებიც ავიღო გამოვიმუშაო იმის მაგივრად ის კი არა რომ დავხარჯო რომ დავხარჯავ ავიღო კიდევაც რომ მორჩები ხა ვერ ვიტყვი რომ ისეთ სიტუაციაში ვარ ფინანსურად რომ ხო ხდა ეს სპონსორები თავზე მაყრია და არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ფინანსებს ავიღებ თუ არა ნუ აქვს მნიშვნელობა იქ რომ ფულს გამოვიმუშავებ მაგ ფულით ავდგები და ამერიკაში წავალ ხდები და დაველოდები UFC-ში უკვე ჩემ შანსს და რა შემჭირდება ხა მოკაევთან ჩამინიშნონ ბრძოლა მე დარწმუნებული ვარ ეგ ბრძოლა არ იქნება და რატო არ იქნება იცი ორჯერ როცა გამოვიწვიე მაგათ რომ რამის ინტერესი ქონოდათ აუცილებლად ერთ-ერთზე მაინც რაღაც პასუხს მომცემდნენ ხვდები და როცა არ იყო პასუხი ანუ გასაგებია რატო არ იყო ხო მიზეზი ის მიზეზი არ შეცვლილა და თუ არ შეცვლილა ეხა რატო მომცემენ მიხვდი ეხა გეკითხებიან პროსტა რომ აი დაგაკაონ და აი მაგათი ის პოლიტიკა უკვე მივხვდი მეტნაკლებად რა ცდილობენ რომ მაქსიმალურად იქ ახლოს ყავდე რა და არ წახვიდე ორგანიზაციიდან და ბევრჯერ მქონდა მაგის მცდელობა და უთხარი მაგრამ ნუ არ უნდათ აი შენზეა დივიზიონია წყობილი და რაღაც მაგრამ ნუ საქმეში მე ამას ვერ ვხედავ ხდები და აქედან გამომდინარე მე ჩემი რაღაცები ანუ ადამიანს ტვინი იმიტომ მისაღმერთმა რომ ამუშავოს ხო გიგა შეცდომა არ უნდა დაუშვო რო შევხედე უკვე სურათს უკვე ვიცი რა ხდება და აქე თავიდან რო ყოფილიყო იგივე სიტუაცია ხო რა თქმა უნდა ეგრევე ვიტყოდი მეთქი აბა მოკაევი როგორც კი კითხები და ამისოს იქაც ხო მეთქი დავაი ვიჩხუბოთ რაღაც ხო ხდება მაგრამ ვიცი რაც ხდება და ეხა რატო ვის დავაცინინო თავი ხო ხდები რა ამიტომ ეს მორჩება ლამაზად ყველაფერი და მე უკვე გავუდგებით გრძელ გზას რა ახალი ეტაპი ახალი გამოწვევები ეგ არის ჩვენი გეგმა რა ეხა ერთი შეხედვით რო გადავხედოთ სერიოზული ის მიმართულება ეს არის რა და ეხა გეგმა უკვე დაწვრილებით ბევრი რაღაცებია იქ ნიუანსები მაგრამ ნუ არც ღირს მაგაზე ლაპარაკი ჯერ წინასწარ რა თან შენი კარიერით მე მგონია რომ ადვილად მიიღებ შემოთავაზებებს, ანუ დიდი ორგანიზაციებიდან თუ გინდა ევროპა იყოს. ხო, ევროპაში სხვა ორგანიზაციები, ხა UFC-ში შესვლა ადვილი ნაღდათ არ არის, რამდენი ხანი ელოდებიან და რაღაც, ხო? მაგრამ მზად თუ ხარ და იქ თუ ხარ, ხო, განსხვავდება სიტუაციები, განსხვავდება, შეხედე როგორ არის. რა თქმა უნდა მარტივი არ არის. მარტივი როგორ იქნება ერთი ორგანიზაცია და ყველას იქ უნდა რომ მივიდეს, ხვდები, მაგრამ მე იმ სიტუაციაში არა ვარ, რო თქვა, რომ აი მარტივი არ არის რა, არასდროს არ მეკეთებია საქმე მარტივად რა. ეგრე რომ მიუდგე, ეგრე რომ ყოფილიყავი აქამდეც,
ვაფშე აქამდე არ მოვიდოდი, მე რო MMA დავიწყე, საქართველოში MMA არ იცოდა ხალხმა რა, 14-15 წლის ვიყავი, მგონი რომ დავიწყე და წარმოიდგინე MMA-ს რო ვიძახდი რა არისო, მეუნებოდი. ყველა მიცოდა ეს რუსული გადმონაშთი, ეს ბოიბეს პრავილი ხო ხდები რა და აი ბრძოლა წესების გარეშე და რაღაც. Martial arts. Mixed martial arts. Megrelian martial. ხო და. შენ გემოც. დროგვა? არა. ხო და ამიტომ რავი რა ესეა საქმე დღესდღეობით ესე მეყვებით რა. ბიჭო ძალიან საინტერესოა და შენ კარიერას მოყვები, მე ვარ პირველი კორნამენი ვიყავი შენთან და ეგ იყო ჩემთვის არასდროს არ დამავიწყდება რა, შენთან რო ჩამოვედი ჩინეთში, ჯენჯოუში, კოუჩთან ერთად იყავი მარტო. და მე ჩამოვედი როგორც ფანი რომ მეყურებინა, რა თქმა უნდა ვიცოდი რომ გნახავდი და ხარს დაგიჭერდი, მაგრამ უცებ მე შესვლის და რაღაც 1.5 საათი იყო დარჩენილი თუ რაღაცა მეუბნება და ხო იციო 2 წაყვანის უფლება აქვს და მეთქი თან მაგრამ ნერვიულობდი, თან ვიცოდი რომ არა ხო გავფრთხი და მე ესე იქნება რაღაცე. ხო და მე რო ესე გავატიკე ხო მეთქი ხმას არ ამოვიდე რა, პროსტო წამოვალ რა და არასდროს არ დამავიწყდება და დღესაც მაქვს შენი წითელი თეიფი. და სულ მიკეთია რა, სულ დამაქ რა. ერთი წითელი მაქვს მარტო, შენი პირველი და მეორე მაქვს ლურჯი რა. გოჩასი რა. და მოკითხვა ბათუმსაც, გოჩასაც PFL-ში გადავიდა. შენი კონტრაქტი. ვინ გონია რომ იქნება შენი აზრით თოფურისთვის შემდეგი? საინტერესოა. იდეაში პედი, შეხედე პედის და ილიას ორივეს აქ ბოლოს გეიჯთან წაგება. მარცხი. ხო. და big money fight არის ძალიან ლოგიკურია. ძალიან big money fight. მეც ესე მგონია. და ის ფაქტიც არის რომ გეიჯი თქვა რომ ილია არა ეგ რა პონტია. რა პონტია და რა პონტი არიცი? ანუ კი ხდება ერთხელ ყველაფერი რაღაცა ის, მაგრამ ну, საფრთხეა რა, ილია, ხა, რაც არ გინა ისე გეიჩის როდის ეშინოდა ხა ვინმესი? არა, არ ვიცახი რომ ეშინოდა, იქ შიში არაფერში უოშია ძმა. იქ არის ბიზნესისთვის როგორც არის მართებული, ისე აკეთებენ. თორე ეგრე გეიჯის სამჩხოვის მერს უნდა დაემთავრებინა კარიერა, მაგრამ 40 წლის ხდება მე მგონი და არ მიდის ჯერ კიდე ხო ხდები რა. და რომელი უფრო დიდი ბრძოლა არის შენი აზრით რა? ვიცი რომ გეიჩის ახლა კამარი აქვს, მაგრამ ფადი და ილიას უფრო ბევრი ინტერესი ექნება ალბათ ჩემი აზრით ვიდრე რაღაცნაირად გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით რომ გეიჯისთან ბოლოს ილიას რაც მოხდა ვიცით ყველამ რა თქმა უნდა კამრის ბრძოლა მაინც კითხვებით დარჩა ბევრი რაღაცით, იმიტომ რომ ილიას ისეთი აურა ქონდა შექმნილი, რომ ყველას ანუ არავის არ ჯეროდა რომ წააგო აი რაღაცა ისე უბრალოდ რაღაცის გამო ყველა ისე იძახს რომ აი ამის გამო რა. ნუ მიზეზებს რო არ შევეხოთ ახლა. ფაქტია ხო დაუშვათ. და საინტერესოა. რა თქმა უნდა საინტერესოა. მაგრამ რო უყურებ პედისთან ბრძოლაც ძალიან მაგარია რა. ანუ საინტერესოა, სტილისტიკურადაც საინტერესო იქნება ჩემი აზრით და თან, ანუ ამ ხელა ტრავმის მერე, ტრავმა რა, ხა ხვდები, იმას არ ვიძახი სახეზე ნაკაწრები ეს მაგას არ გულისხმობ რა, ну ფსიქოლოგიურად რა, ყველაფერი ფსიქოლოგიაზეა აწყობილი რა. აქედან გამომდინარე დასაბრუნებლად თან დიდი სახელია პედი მაგის დანოკაუტება ძალიან სასიამოვნო ფაქტი იქნება რა და ეგრევე ისევ კამართან წკავ გაიჩითება რა ჩემი აზრით ეგრე იქნება აი ეგ მოცემულობა ახლა მგონი რა და ნახოთ რა იქნება გეიჩის რო ბევრი დრო აღარ აქვს ალბათ აი ის ფანჯარა არ უნდა გაიმაზოს რო ესა რიმაჩი კონდეს გეიჩისთან რა ხო მაგრამ ნუ აუცილებლობასაც ვერ ხედავ რემატჩის რა იცი რატო ვერ ხედავ? მე აი დღესაც ვიცი რომ ილია გეიჯზე უკეთესი მებრძოლია. მიუხედავად იმ შედეგისა, რაც მაშინ ვნახეთ რა. მაგრამ შენ ანუ ის რომ შენ უკეთესი მებრძოლი ხარ არ ნიშნავს იმას რომ იმ დღეს შენ იმას მოუგებ აუცილებლად რა. იქ რაღაცა ბევრი ნიუანსი შეიძლება ისე დატრიალდეს და მოხდეს რომ შენ ის ვერ გააკეთო რაც შენ შეგიძლია რა. და ის უკეთესი გამოვიდეს იმ დღეს. მე არ მგონია რომ ანუ
რამე შეიცვლება იმ ხრივ, რომ გეიჯი უკეთესი გახდება ილიაზე რა. ილია უკეთესია. და ინტერესი მე უფრო იმისი მექნება, რომ ქამარი დაიბრუნოს და გააგრძელოს თავისი გზა რა. ანუ ის არ უნდა იყო, რომ უკან იყურო რა. ყოველთვის წინ უნდა იყურო ჩემი აზრით. და წინ როცა გაიხედები, რაც საჭიროა ღმერთი იმას აუცილებლად მოგიტანს რა. და აი მაგის გამო ზუსტად მაგ მიზეზით ვერ ხედავ აუცილებლობას, რომ აი იმასთან შეეჩხიროს და რაღაცა და იჩალიჩოს და სადეჩქარება. 29 წლისა ილია, როგორც ვიცი და აი რა, ვაფშე არ ეჩქარება არსად რა. ასე რომ წინ უნდა ვიყუროთ ბაზარი არ არის რა. დრო აქვს და არ ჩავიციკლებოდი რაღაცაზე. რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც, ანუ იქ წაგება თუ მოგება ხო ხდები. აი წაუგებელი ცოტა ისეთი ის არის რა, ჟღერს რა ისე ხო? მაგრამ რეალურად ეგ არის ბლეფი. გაყიდვა. ანუ აი გასაყიდი თემა მარკაა რა, თორე რამე შეიცვალა ეხა ილიას მიმართულებაში. აი ილია რა ისეთი მაგარი აღარ არის? ხო, ან რახანულიანია რო წერია რა, ანუ ეგრე არ არის. ბრძოლაა ეს რა. ყველაფერი ხდება ამ ბრძოლაში რა და ანუ რა მოიცა მერაბი რო დაამარცხა დაუშვათ ბოლო ბრძოლაში იანთან რა. რა, ვეღარ არის ისეთი ძლიერი და ის ლეგენდა აღარ არის? ვინ ყველას წაუგია ძმაო, აი ხა რო გადავხედოთ, ყველა ლეგენდა რო ავიღოთ, ხო? სილვა აიღე, ჯონსი აიღე, რა არ წაუგია? ჟოზე ალდო როგორ იყო? 10 წელი არ ქონდა ტიპს წაგებული რა. 10 წელი არ ქონდა წაგებული და შეხვდა მაგრეგორს და 13 წამში წააგო. ნოკაუტით. რა ჟოზე ალდო ლეგენდა აღარ არის? ხომ მივხვდი სად მივდივარ რა. ამიტომ ნუ ჩემი აზრით ვაფშე არ აქვს მნიშვნელობა რა, მაგას შეხვდება თუ არა ეხა. თავარია წინ წავიდეს და ქამარი დაიბრუნოს და ის გააკეთოს რაც მართლა გულში აქვს რა და დატოვოს ის სახელი რაც უკვე აქვს. და წინ გვაქვს შემდეგ ეხა კვირას რა, შაბათს უბრალოდ. აქ კვირას არის დილით. დილით, მე მგონი კვირას დილით. ხო რა. ჩვენთან კვირას. შაბათს ღამე რა. შაბათს ღამე უკვე კვირა რო არის. მან დარი კიდე ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ჩვენში. light heavyweight-ში, სადაც რომანდოლიძე დამამარცხებელია და მაგარი ეგეც high profilis ოპონენტი ყავს რა. ორმაგი ჩემპიონი არისო ეგ. one-ში. ხო. კი. და სტილისტურად საინტერესო ბრძოლა გაიგოს რა. მაგრა ჭიდაობს ისიც და ძალიან მაგრა ჭიდაობს ესეც ხო ხდები და ძალიან თვითონ საინტერესო იქნება რა, მაგრამ როგორ აიცი ჩემი მხრიდან ახლა მე პირდაპირ ვიტყვი ძალიან ბევრს არ უყურებ ხოლმე ზედაწონებს ვაფშე რა და ანუ განა არ ვიცი რაღაც მომენტში დეიდეი როგორ არ იცი ხო ხდები რა მაგრამ ანუ ისე მაგრად ჩახედულია რო არა არც იმის სტილისტიკაში დიდად რა აი ჰაილაითების დონეზე რო იცი ხო ხდები რა რაც არ ვიცი იმაზე არ დავიწყებ ბევრი კომენტარის გაკეთებას მაგიტო წინასწარ ვიტყვი რა მაგრამ ნუ საინტერესო მატჩაპია საერთო ჯამში იმიტომ რომ სტილისტიკა ერთმანეთს ეჯახება რა აბა რომელი ჯობია ერთი და იგივე ისა აქვთ მაინც რა რასაც მე პირადად მინდა რომ ნახო მაგათი გრაპლინგის გასვლა რა მაგრამ თუ ნახავ რომა გათიშავს ეგეც ძალიან მესიამოვნება რომას პროსტა ისეთ დარტყმა აქვს რომ აი ვისაც არ უნდა დაარტყას ჩემი აზრით გათიშავს ბაზუკა ხო პროსტა მთავარია იმ დარტყმამდე მივიდეს და იმ პოზიციამდე მივიდეს რომ ეგ დაარტყას ეგ ცოტა რთული ამბავია მაგრამ ყველაფერი ხდება, ბევრჯერ გაუკეთებია, არაფერი ეგ გამორიცხული რა. კიდევ ერთი გამარჯვება ქართველებს ამ შაბათ ღამეს, რომანდოლიძე დერიდერის ბრძოლა, გიგას ბრძოლაც მოდის. მერაბი ჩაინიშნა, ბევრ რაღაცას ველოდებით და ბოლო იყო მახაჩევი გარი რა და უყურე მაგას? ჩაუყურე კი. საინტერესო იყო და ნუ დაახლოებით ისე წავიდა როგორც ველოდი ხა, ვერ ვიტყვი რომ არ ველოდი მეთქი მაგ შედეგს რა. და შედეგს არა, იდეაში პროცესი რაც მიმდინარეობდა, ხო? ნუ გასაგები იყო რა. იმიტომ რომ თვითონ მახაჩევი არის, ანუ ძალიან დაზღვეულად ჩხუბობს ყოველთვის რა და აი ვიცოდი რომ აი ესე წავიდოდა რა, ეგ სცენარი იქნებოდა რა, რაშიც ძლიერია ზოგადად მარტო ეგ არა მაგათი ის რა თიმი მაქსიმალურად ცდილობს ნაკლები რისკით გააკეთოს საქმე რა და ეხა იანგარი არისო ხელწამოსაკრავი ბიჭი ძალიან მაგარი ბიჭი იყო მაგრამ ანუ ისე გააკეთა ყველაფერი როგორც საჭირო იყო და
ის შედეგი მიიღეს, რაც მაგათ უნდათ რა. და ის შენი აზრით არის აშკარაობა ეხა რომ ისეთი დომინანტი რო იყო როგორც ქვემოთ არა, თვითონაც თქვა. დიდები არიან ესენიო. და უკვე ისე მარტივი აღარა დასაბმითება რაღაც ხო ხდები, მაგრამ ნუ ჩემი სტილი მუშაობს და ფაქტია, ეგრეა. თავიდანაც რო შევიდა, აი ვერ აქცევდა, ხო ხდები, დიდი იყო რა, корпуსი დიდი აქვს და თან თვითონ იანგარიც დიდია, ეხა 77-ში პატარა არ არის. აი ეგ არის დიდი 77 რა. და ანუ აშკარად იქაც ჩანდა რა განსხვავება. ნუ ისეთი საყურებელი იყო რომ ეგრევე ჩანდა ყველაფერი რა. ეხა ქვევით ვაფშე სხვა იყო ისლამი, ზევით ვაფშე სხვა არის. აი დამიჯის ბოლოს ვერ შეხედო რა, ბევრად უფრო მეტი დამიჯი ქონდა ისლამს არა? კი. მაგრამ ვერ იტყვი რომ მოიგო. გარი მოიგო. არა, ვერ იტყვი. დამიჯით ვერ იტყვი, იმიტომ რომ იქ რაუნდები მოიგო. ხო. ისლამმა, მაგრამ დამიჯი მოიგო თან, ვერ იტყვი რომ აი რაღაც დამიჯიც ახლა ისეთი არ იყო რა, გაგლეჯილი, გამოგლეჯილი, არა, მაგრამ აი კი, უარესად იყო ჩანდა, რა თქმა უნდა, იმას არაფერი ჭირდა ის ვაფშე. მაგრამ ამას როგორ იყო, იცი, აი სიფათი დამუშავებული ქონდა, ახლა 5 რაუნდი იჩხუბა რა, ხო ხდები და ისეთი ის იყო, მაგრამ საერთო ჯამში ეგ ანზეცაა დამოკიდებული, ვინ როგორ არის, ხო ხდები რა, იმიტომ რომ თუ დააკვირდები ამ ბოლო ბრძოლებში ისლამს ძალიან ბევრი ის ემჩნევა ხოლმე რა, აი თუნდაც პორიესთან ბრძოლის დროს, თუნდაც ვოლკანოვსკისთან პირველი ბრძოლის დროს აიღეთ, ერთ თვალი მეგონა დავჭული ქონდა. და ანუ კარგად იყო ნაცემი რა, მაგხრივ. და ვაფშე ჩემი აზრით მე რო ხედავ ხოლმე ვოლკანოვსკისთან პირველი ბრძოლა იყო ყველაზე კონკურენტული და კონკურენტული კი არა, ისე რომ დათვალო და რაღაცა, აი ძალიან ესე იყვნენ რა. ბოლოს აფინიშებდა კაც რა. ხო და ნუ ჩემ მაგარი მუშაობა მოუწია ძალიან მახარჩევს ამ ბოლო ბრძოლაზე რა. ძალიან, აი მე სამსახური იყო, ხო იცი რომ ფიანი დღე გექნება რა, იქ ადრე ვერ გამოხო რა, მაგრამ არა, ხო რა თქმა უნდა, ეხა ისე დონეზეა და უკვე ამდენი ხანია რომ იკავებ ამას რა, ყველა უკვე შენ გიმიზნებს და გიმუღამებს რა, სტილისტიკურადაც იმას, ამას და ეგ არის სირთულე ზუსტად რა, რომ ზუსტად აი გვერშინაზე ზევით რო ხარ რა, უკვე არ მოეშვა და არ ჩამოვარდეთ, თორე რაც უფრო მაღლადი ხარ, დაცემაც უფრო მწარეა რა და რაც არის, ან დისციპლინა აქვთ მაგათ და ინარჩუნებენ რა, ფაქტია. იცი მე მაინც მინდა რომ შენზე გადმოვიდეთ სანამ დავხურავთ რა. და მინდა კითხო, როდის გონია რომ ნახავთ ბიძის ისევ გალიაში რა? ახალ წლებამდე ვფიქრობ. ახალ წლებამდე სადაც ნოემბრისკენ, ნოემბერ-დეკემბერში გეგმავ რა. ჩამოვედი ჩაულებრივ. კაცმა არ იცის რა მოხდება, ეხლა რამდენი რაღაცა ვისაუბრეთ. შეიძლება მოკაი იყოს, შეიძლება არ იყოს, შეიძლება. კი. ეგ ეხლა წინასწარ არაფერია, ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვიმშელოთ, მაგრამ ნუ წინასწარ ღმერთმა იცის რა მოხდება რა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. მე ერთი რაღაც ვიცი ბიძი წინასწარ. ბრძოლამდე ამ ბრძოლის მერე ტრადიციულად ბიძინა გავაშელის შვილი Fight Hub-ზე ისევ დაბრუნდება. ჯიგარი ხარ ბიძინა. You tune into the Cartwellians on the Fight Pod podcast. Fight Pod, yeah.